საღამომშვიდობისა, როგორ ხართ? როგორ ახართ ხალხო? რა, ცილკის წყალობით. საინტერესო თემებზე საუბარი მოგვიწევს ბატონო პაატა. მნიშვნელოვანია ის თუ რატომ გთხოვეთ ამოსვლა და რატომ გითხარით რომ დღეს უნდა გვესაუბროთ ჩვენ. მე არ მიყვარს ხოლმე, როდესაც პოლიტიკოსები ადამიანებს ესაუბრებიან ნიშნის მოგებით და ტექსტებით ხომ გეუბნებოდით და ხელისუფლებას კი უნდა უთხრათ ეს ტექსტები აუცილებლად და საჭიროც არის და მინდა თემას შევეხო მნიშვნელოვანს. თემა არის თავად ცხელიც, მნიშვნელოვანიც, ახალიც და ბატონი პაატას მოსაზრებები მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. როდესაც ვხედავთ რომ რუსულ ბაზარზე ფინანსური მიმღები ზოგიერთი ბიზნესმენი მიღებულ შემოსავალს აქეთ საქართველოში იყენებს პოლიტიკური დესტაბილიზაციის და რუსოფობიური კამპანიების დასაფინანსებლად. ხომ არ მიგაჩნიათ რომ სახელმწიფო დროულად უნდა დაასრულოს პასიური დაკვირვება და დუმილის რეჟიმში ყოფნა და დაჯდეს რუსულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ხომ არის ამის აუცილებლად ეს პროცესები კონტროლირებადი გახდეს და რაღაც ჩარჩოში მაინც მოექცეს. ჩვენ ვიცით რომ შავი სიები არის გამზადებული ბიზნესმენებისთვის და ამ თემაზე მინდა კომენტარი გააკეთოთ, იმიტომ რომ ბოლო 2-3 დღეა უკვე ამაზე აქტიურად მიდის საუბრები სოციალურ ქსელებში იქნება თუ ეს ტელევიზიებში. ვიცი ხა თეკლა ხალხს აინტერესებთ ერთი ამბავი ატეხილი და შიგნით უფრო დიდი ამბავი ატეხილი ხელისუფლებაში და ეხლა მეუბნები ყველას კაცო ეს პროცესი ეხლა არ დაწყებულა კაცო კი არ მალავდი კი არ ენას უჩლიქავდი გაიხსენეთ ჩემი სატელევიზიო გამოსვლების სოლიდარობის ეთერში ჩემს ავტორო გადაცემაში მე ყოველთვის ვამბობდი ყველაფერს გავაკეთებ რომ ის ბიზნესმენები ეგენი არიან ხორები აი ხორებიც რომლებიც იქ ფულს აკეთებენ მილიონებს მილიონებს ვაკეთებენ ხმას არა მილიარდებს ეკლა არ პირდაპირ გაგებიო მილიარდებს აკეთებენ ფულს და საქართველოში აფინანსებენ არეულობებს რუსოფობიებს ჩინეთოფობიებს ბელარუსოფობიებს და ასე შემდეგ ხალხი ბიჭო ცუდად იგებდა კაცო ამას გაგახსენებთ საპრიველი სამალოთის რო ჩამოფრინდა საქართველოში რეისი რო გაიხსნა იცი ვისი დაფინანსებული იყო ეგა როგორი ფორმით დახვდნენ თვითმფრინავს დიახ 250,000 გადმოირიცხა მოსკოვიდან ამ ჩათლახი ბიზნესმენებისგან ესა მეორე გახსოვს ბათუმში რო გემზე რო გადმოირიცხა მაშინ გადმოირიცხა 700 რაღაც 1000 $, თუ ევრო მაგაში არ ვარ დაზუსტებული იქ ნუ ჯერჯი მანდ 700 ფული მოტეხეს რა მაგრამ ნუ ეგ ნაკლებად მაინტერესებს მაგრამ ფაქტი ის არის რომ ესეთი რაღაცები იქით ხელს რო ვიშვერთ მარტო სოდომიტური სამყაროსკენ არა კაცო აკეთაც არის გასაშვერი საცა არ ჩავდიოდი სადაც არ ჩავდიოდი ნებისმიერ ტრიბუნას ვიყენებდი რომ ბიჭო ხალხს არ ესმის ეგ მეთქი კაცო იმიტომ არ ესმის რომ ტიპი მოსკოვში მოღვაწეობს მილიარდელია და ესე გამოდის საქართველოს ჩამოდის ტელევიზიით გამოდის და რუსებს აგინებს ბიჭო რა უთხრა ხალხს აი როგორი მე ამას თანაც ამას სატელევიზიო ეთერში ვილაპარაკობდი 2024 წლიდან მარტო რუსეთში კი არა საქართველოს თან რეალობა და მწარე რეალობა ის არის ამ დროს ვინ ზიანდება ისინი ფულს ისევ აკეთებენ იქ და ქართველი ხალხი ზიანდება და საქართველოს ინტერესები სახელმწიფო გადატრიალებას აფინანსებდნენ კაცო ბიჭო ახლა უყურე ეს ხელისუფლებასაც უთხარი მე ესე დიდხანს არ გაგრძელდება მე უთხარი ესე დიდხანს მე ბიჭო თელი სადაც მიმიწვდება რესურსი ყველგან გამოვიყენებ იმას რომ მაგრამ ნუ ალბათ ეგ როგორ წყდება თეკლა იცი ეგ არ წყდება აი ვიღაცა როსტ ნაძორს მოუნდა და ან არა კაცო ეს ცოტა მაღალ კაბინეტებში წყდება ძალიან მაღალ კაბინეტებში მე იმდენად რომ დაჟე მოსკოვშიც გამაჩერეს ხდები იქაც ხო მოსკოვში არიან ტიპები წილში იქ რუსებთან კაცო ეგაც არის ეგეთი იქაც არის ეგეთი რაღაცა და ვერც არ აწყობდა
მაგრამ უკვე მე რო გითხარით, ყველაფერი შეიცვლება, თეკლა. ყველაფერი, აქ კი არა მარტო, აზერბაიჯანში, სასონხეთში, საქართველოში, ირანში, ყველგან შეიცვლება რეგიონში საერთოდ, კაცო. ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მეთქი ხო ვამბობდი. რაც მამუკა ფიფიამ განაცხადა, ეს იყო 9 დღის უკან გაკეთებული გაგცხადება. 9 დღის უკან. ეხლა რატო ვატყდნენ, არ გაინტერესებთ? ამათ ეგონათ, რომ ეს იყო მამუკა ფიფიას პოზიცია. არა, მამუკა ფიფიამ პროსო ინფორმაცია გააჟღერა, კაცო. ხდები? ანუ იმხელა მაგა ხოდა თანაც გააჟღერა რუსეთის ფედერალურ არხიდან, კაცო, ეგეთი რაღაცები არ კეთდება, კაცო, ტევ პირველი კი არ არის ისა, კაცო. ეგეთ რაღაცებს სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან განცხადებებს არ აკეთებენ, კაცო, თუ ის არ არის გადამოწმებული, შეთანხმებული მაღალ დონეებზე, კაცო. ამიტომ უყურე ამათმა მე გავიდა ესენი ნახეს რაღაცა უყურეს ოპა რაღაცა ქსელებიდან უკვე ამოიღეს მე არ ვიტყვი რა ამოიღეს მე ვიცი რაც ამოიღეს ქსელებიდან მოსკოვში და ლენინგრადში ოპ და ეს არ არის პატარა სახაჭაპურე ესენი ცოტა ძლიერი კომპანიებია და ძალიან ბევრია დასაკარგი მაგ კომპანიებს. ამიტომ ეხლა იმის მაგივრად, რომ იქნება ლუფტა დატოვებული, მე არ ვიცი რამდენად გამოვუვათ, ეს არც მამუკა ფიფიას დონეა პირდაპირ გეუბნებით. და არც ესე ვთქვათ, ძალიან მაღალი დონეა ეს, რადგან ესე გადაწყდა უკვე. თან ლუფტა დატოვეს. მისეს დრო გაერკვიეთ, აპრედილიწეს ესე აღარ გაგრძელდება, კაცო. სო, კარდა ბალეტი დამთავრდა. ბაჭა, თეკლა, შენ რასიდამდი რუსეთის ადგილზე რო იყო, რომ შენ ქვეყანაში ტიპი ფულს შოულობდეთ და შენივე ქვეყნის ძირ გამომთხრილ საქმიანობას აკეთებდეს. რასიზამდი. ეხლა პროცესი მე გეტყვით, აი ეხლა იმას ექსკლუზივს გაძლევ. კიდე შეაჩერეს და რატო იცი? კიდე დასამატებელია 12 კომპანია. არ გინდათ, წამდადით ბატონო, ევროპაში და აკეთეთ ფული, ევროები აკეთეთ. რა გინდათ, ქაქი რუსული რუბლები, კაცო. რუსეთით ხო ქაქია, რა გინდათ, მე ვარ ეხლა მაგათ მხარეს. მე მინდა რომ ეგენი ჩვენ გავხდით რუსებისგან ყველანაირად დამოუკიდებელი. ხო და დაახვიეთ ბიძია თქვენს ევროპულ 500 მილიონიან ბაზარზე წამძანდით კაცო იქიდან თუ გინდა რუსოფობია აფინანსეთ თუ გინდა შეიარაღებული აჯანყება და თავში გვაგიხლიათ კაცო ამიტომ აქ არის კიდე გეუბნებით ეხლა ეს მე რატო ვამბობ საერთოდ თეკლა აქ რა განცხადებები კეთდება საერთოდ არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა აი პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც აღარ აქვს მნიშვნელობა. აქ სხვა რამე ხდება, მე რო გეუბნებით, კაცო, ის რაც ტელევიზიაში უყურებთ, პროცესი სხვაგან ხდება, კაცო, იმის იქით ხდება, ეს ამის გაგება არ უნდა ხალხს, კაცო. ამათმა 9 დღე რატო უსმინეს ისი? იქნებ როგორმე გავძვრე. იქნებ ეს ვიღაცის ახირება და რო დარწმუნდნენ, რომ ბიჭო ეს არ არის ფიფიას პოზიცია და გაგიჟებული აბულაძის. ეს ცოტა მაღალი პოზიციაა, კაცო. ხო, უკვე მე დაიწყეს რაღაცები, არც მაინტერესებს რამეს შეცვლია. მაგათ განცხადებები რამეს შეცვლის? მაგ განცხადებებს კი მოაკეთებენ. აწიონ ერთი ადგილი, ჩაეცვლიონ იქა და გადაწყვიტონ ბოლო-ბოლო. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ამ მილიონერებს არ დავაღუპინებთ. გამორიცხული თემაა. კიდე ერთხელ გეუბნებით, არ მოგწონთ იქა ბაზარი? ხართ რუსოფობები, ღმერთმა გაგიმარჯვოთ მაგ რუსოფობიაში. წაბძანდით ევროპაში. თქვენ რად გინდათ კიდევ ქაქი რუსული რუბლები რად გინდათ, კაცო? მიბრძანდით. ტევ ფორმულამ გააკეთა განცხადება, ხო ჩვენზე? ტევ ფორმულის დამფუძნებელ ბიზნესი სადაა, ხო ვერ მეტყვით ხალხო? აბა საგიჟეთი არ არის იმ რუსეთშიც კაცო ტევ ფორმულა დამფუძნებელი და წილი მოწილე მოსკოვში ზის ხალხო აბა ეს ამდიხანვე გაგრძელებული ხო
მოიცალეს მეთქი მე რო გითხარით ყველაფრისთვის მოიცლიან კაცო აწი გითხარით თუ არა სასომხეთზე რომ არაფერი არ მოხდება და არის პაშინიანი ვირთხის დღეში რაო მოსკოვ არ მინდა შეხვედრაო რატო არ უნდა შეხვედრა კაცო ბიჭო გეუბნებით ყველაფერი შეიცვლება უჩიჩი იმიტომ კი არ ჩამოვიდა აქ ყაველაშვილი მოენატრა არიცით და ნუჩქარობთ კაცო მაგალითად რეალურად ბატონო პატა გონია რასაც უყურებს ის არის პოლიტიკა მაგრამ პოლიტიკა პირიქით იმის სიღრმეებში და იმ ყველაფრის მიღმა ხდება და იმ ყველაფრის მიღმა ხდება გადაწყვეტილებების მიღება რასაც ჩვენ ხედავთ და შიდა დინებები ბევრად უფრო მძიმე და რთულია ხოლმე პოლიტიკასთან ახლოს მყოფ ადამიანსაც კი უჭირს ხოლმე დანახვა რეალობის არათუ უბრალო მაყურებელს ეხლა ერთი ინფორმაციას გეტყვი რა აი ახლა ექსკლუზიურად გეუბნები 2024 წლის მაისია რა ბიჭო რავი აი პროსო აი გახსოვთ ის ფესტივალი დროშას რო დააშარდეს ხო ისიც მან ვინ იყო დამფინანსებელი კიდე ორი ბიზნესმენი რუსეთში იყო კაცო ქართველი ბიჭო მოსკოვში რო ჩავედი გავჭედე რა მე ვთხარი ბიჭო დაგე საჯარო სალავიოვზე გამოვედი თქვი ბიჭო მარტო იქით ბრიტანელებისკენ ნუ იშვერთ ხელს კაცო აი თქვენ ქალაქიდან ამ ფინანსდება მეთქი მაგ ვიდეოს როგორ არ გამოვაქვეყნებ კაცო მოკლედ მე დამეძახა მამუკა მოდიო რა ჩემთან რესტორანში დავჯდო რაღაცა ბიჭო იმიტომ რომ ძალიან გადარეული ვიყავი რა ხო და მოკლედ მითხრა პატო ეთყობა რა ვიცი გამაჩერეს ცოტა ისეთი ნათქვამია მაგრამ პატა ყველაფერს თავის დრო აქვს შენ ახლა ესე აკეთებო ისეო ქვეყანასო იქ ბიუჯეტს დაარტყავსო იქაო შრომით ხალხი ის არისო დაკავებულიო შრომ დასაქმებულიო ესაო ქვეყნის ბიუჯეტს შეეხებო და რაღაცები დამიწყო ეგეთები ბიჭო მე ვუთხარი აი ექსკლუზიურად გონი ბიჭო რაის დასაქმებაზე მეუბნებით ტიპმა დროშ აქ მოსკოვიდან დაფინანსებულმა იმხელა რამე შეურაცხყოფა მიაყენა მამკა ეხლა ფიქრობ რას მეუბნები მეთქი ანუ ის უყურებდა ამ კუთხით რომ ბიუჯეტი არ დაზიანდა და ბიჭო ომში რომ გაიხნენ ეს ქვეყანა მე მაშინ ხო დაძაბული იყო სიტუაცია და მე ვთქვი ომში რომ გაიხეს მე ვთქვი ბიუჯეტი მიშველის ანუ მე ეს ლაპარაკი მქონდა მეთქი კაცო მაგრამ ეხლა კიდე გეუბნები კაი ეს გავიდა ეს მომენტი ეხლა თავარი ერთი რამეა მე მინდა რომ ჩემი მიზანი რა არის შეწყდეს საქართველოში რუსოფობიის დაფინანსება ანტისახელმწიფოებრივი და სახელმწიფოს გადატრიალების და დესტაბილიზაციის დაფინანსება აი ჩემი მიზანი ეგ არის და სხვათა შორის ეხლა გეუბნებით იქ მარტო ნაცების კომპანიები არ არის კაცო იქ ოცნების კომპანიებიც არის და ეს მამაძაღლები იქ ოცნების კომპანიები даже იმათაც აფინანსებდნენ კაცო ესენი ხო კასტა ბიჭო კასტა ეს ერთი შოულებრივი კასტა იყო კაცო მაგათ მივხედავთ როგორ საჭიროა და ჯობია მაგ ბიზნესმენებმა ეხლა ვინებიც არიან კარგად მომისმინო რას ვეუბნები რაც გუშინ იყო დღეს აღარ გაგრძელდება ან თქვენ პოლიტიკას ჩამოშორდებით просто ჩამოშორდებით და შეწყვიტავთ ყოველგვარი ანტისახელმწიფოებრივ ეს ანტი რაღაცა აქ მეიდნების მოწყობას იქ რაღაცა სიგიჟეებს და მივლინებების დაფინანსებას იქ ბრიუსელში და იქ ამერიკაში ყველაფერი ვიცით კაცო ან ეხლა ამას შეწყვიტავ და მიხედეთ თქვენ ბიზნეს ის დრო აღარ იქნება მეთქი დამთავრდება ამ ქვეყანას არ აგარევინებთ ყოველ შემთხვევაში სადაც შემილი იქ გავაკეთებ რა ნუ როგორც არის რა და მე არ გეჩვენებათ უყურე ახლა ერთი რამეც არის რა აქა დღეს იყო განცხადება რა ისე რუსულ იმაში გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და იქ პროცენტები იყო რომ 6% იყო გაიზარდა მე 18%-ამდე ეს ბიზნესმენები და იქ მე უყურე ახლა ნახე უყურე რა ესაც აი угуре, да. Так, тем не менее, политика остается бизнесовым пространством для маневра. Заявили, что
пока еще не поздно, компании нужно как можно быстрее определиться и найти общий язык с Москвой. PPS танкера, как сюда было танкера, с Москвой, чтобы спасти ситуацию. За последние десятки лет Грузия затем заметно нарастила зависимость от российского рынка. По итогу 2025 года 10% занимает третье место среди крупнейших торговых партнеров Грузии после Турции, США. Торговли оборот так их агвида. Так, попытка прокремлевские силы тем не менее, глава пророссийской НПО, Институт Евразии Гулбата Цхиладзе, так, спокойно, ребята, громко анонсировали, создали Совета по мониторингу русофобии, который должен выявлять антироссийские высказывания в грузинском медиапространстве. Однако инициатива завершилась неуспешно. Начало начинается. 30 мая служба государственной безопасности Грузии СГБ задержала самого Цхиладзе. Ему предъявили тяжелые обвинения шпионажа в пользу сразу двух иностранных государств. Арапис харгеунебат халхо. Тут დებილები ვართ, ესე ვთქვათ, გავატაროთ, კაცო. აბულაძე მაინც უფრო, ბიჭო, კიდე გეუბნები, მანქანა ზეთი ვერ გამომიცვლეს, მეორე წელია უკვე, კაცო. თქვენი კითხეთ. არ არის მარტივად საქმე მეთქი. მე არ ვიცი რამდენად გამოვუვათ დალაგება მოსკოვში. მე რო გითხარი, აბა გაიხსენე. გაბრაზებულები კი არ არიან, აგრესიულები არიან მეთქი. გითხარით თუ არა თეკლა? ისაც გითხარით, რომ ძალონები წვიტავენ იქ ყველაფერს მეთქი. გეუბნებოდით მაგას თუ არა? ახლა კიდე ერთხელ რომ შეწყვიტეთ აქ სიგიჟიანობა, ძალიან დაარტყავს საქართველოს ეკონომიკას. ერთადერთია მაგათ ბიზნესმენებმა ერთადერთი რამე უნდა გააკეთონ. ჩამოშორდნენ პოლიტიკას. შეწყვიტონ რუსოფობიული, ბელარუსოფობიული და ჩინუროფობიული განცხადებები, აქციების დაფინანსება. არავინ მათ არ შეეხებათ. პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე საქართველოში არ არსებობს არც ერთი თანამდებობის პირი. პირველიდან დაწყებული ბოლომდე დამთავრებული ეს პრობლემა მოაგვაროს. ამასაც გეტყვით. არ არსებობს. ეხლა მე ვიცი პრეზიდენტის აპარატთან რა რეკოები იყო, ვინების რეკავდნენ იქიდან, არაფერი არ გამოვუვათ. ეხლა ვეგეუბნებით ეხლა. ეგრე არ კეთდება ეგ საქმე. დრო მისეს, პირდაპირ გეუბნები, დრო მისეს, რაღაცა სეგმენტი ამოიღეს ბაზრიდან, რომ ანახეს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილები. და რომ სერიოზულად არიან განწყობილები, თვითონ დაასახელონ იმ დიდმა კომპანიებმა უცბად მეორე დღეს რომ ქსელებიდან რომ გაძვრა უკვე გაქრა მაგათი პროდუქტი. მარტო აკი არა, კიდე სხვა დიდ ქალაქებში. ამიტომ სანამ სულ არ გაფუჭებულა სიტუაცია, დაალაგდით, ჩადით, დაილაპარაკეთ იქ როგორც ფულის საკეთებლად და ბიზნესის საკეთებლად ხო კარგად ჩადიოდით, კაცო. ამიტომ ეს დრო აღარ იქნება თეკლა რომ აქ ვიღაცა ესე კარდაბალეტი რო იყო. ჯერ ხალხი ვერ გაიგებდა, ხალხს არ ესმოდა ეგ რა საქციელი იყო, კაცო. ესენი ადგენენ და ესა რა ქვია მამუკა ფიფიას დაუწყეს. ვინ კითხავს მამუკა ფიფიას? არ არის ეგ მაგის დონე. ალბათ გეუბნებით ხალხო. პირიქით
მაგაზე კამათი ქონდა კაცო მამუკამო პატა ეს ხო ბიუჯეტ დაარტყავს და მე უფრო ანუ უფრო ნუ ხალხი გაბრალის გამწარდება და რუსებზე და ბიჭო მე უთხარი ხალხი იმაზე არ გამწარდება მე უთხარი რომ პირდაპირ ომში თავს მე უთხარი ქვეყანას კაცო მაშინ გეუნები ხლა მაშინდელი დროს გეუნები მაშინ 2024-25-ის ესენი აქციები რო იყო რა აი ბათუმში ლაინერს რო დახვდნენ და ხალხის ბიუჯეტს არ დაარტყა თუნდაც ბაჭარაში რომ თლიანი სეზონი ხალხს ჩაუგდეს ეს ერთი რომელი ევროპელი ხაჯავს ბატონო პატა საქართველოში კონსერვებით დადიან და კარვებით ეგლა უბრალო ხალხს დამიჯერი არაფერი არ შეეთყობათ ქართველები ეხლა მოსკოვში არ მუშაობენ რა რამდენი უნდა მუშაობდეს ეხლა ნუ გამაგიჟეთ რა ამიტომ თეკლა მან ეგრე აღარ ადგა საკითხი ეხლა კიდე ერთხელ არის დატოვებული მე არ ვიცი რამდენად გამოუვათ მე არ მგონია რაღაცა მე რავი 80% უფრო არაფერი არ გამოუვათ მაგრამ არის რაღაცა საშუალებები რომ შეიძლება ეს ქვეყანაში შენარჩუნდეს ეს ბიზნეს წარმოება დაჟე იქ რაღაცა საბჭო ყოფილა ეს ბიზნეს საბჭო რომელიც ამ მასალებს აგროვებდა კაცო თავისი ვიდეო მტკიცებულებებით და გადარიცხვებით და მოკლე ბიჭო თელი ატომური ქვეყანაა ბიჭო ამის მეტი რა იციან იმათმა ხო ამიტომ ამბობ რომ თეკლა აქ დამძიმდება სიტუაცია თუ არ დაალაგეს სიტუაცია თუ ესენი არ ჩავიდნენ ფორმულა ტელევიზიის ფორმულის ერთ-ერთი მეწილე თუ არ მოაგვარა მოსკოვში და ბიჭო წარმოგიდგენიათ ეს მარაზმატიკები ესენიტო რაზე გვიწევს საუბარი ეხლა უყურე რა ფორმულა იმას აკეთებს განცხადებას და ამ დროს მისი მოწინო მოსკოვში ეხლა ტელევიზიის ბიზნესი არ აქვს სხვა ბიზნესი აქვს მაგრამ იქ ხო ზის კაცო იქ ნაშოვნი ფულით მე აქ ხო აკეთებს საქმეს აქ მიბუნტებს ხალხს და აქ იმის მაგრო თუ ერთხელ და სამუდამოდ დავლაგდეთ მეზობლებთან და კი ხედავთ რა პროცესებია დაწყებული ხო ხედავთ რა პროცესებია ირანთან რაღაცები და სასწავლეთთან მე ხო არ არის ხო იმის მაგრო თუ ქვეყანა გამოვიდეს რა ამ სიტუაციიდან თეკლა ყველა შეგეხება თუ რაღაცა მოხდა კიდე ერთხელ გიდასრულებთ ლიბერალს, არალიბერალს, კონსერვატორს, არაკონსერვატორს, ოცნებას, ხოცნებას, ნაცებს, არანაცებს, ყველა შეგეხებათ გეუნებით ხალხო. სხვა ეპოქა მოდის მეთქი. ნახეთ სატელეფონო საუბარი ხო დავდეთ ჩემი და პუტინის და ტრამპის. ვერაფერს ვერ კითხულობთ ხალხო მარტო სიგიჟებში რო ვართ კაკაცო. არავის თქვენ აი ქაღალდის ჭონის ფასი არა არც ერთ თქვენ განცხადებას ვინც არ უნდა განცხადება გააკეთოს იმხელა კიტები არიან გამოსული თამაში რა სცენაზე ბატონო პატა რადგან ამ თემაზე საუბრობთ აქ ირანსაც შევეხეთ ეხა მინდა ავხსნათ თქვენი პოზიცია მინდა გავიგო რა არის ეხა რა მდგომარეობა ირანი ამერიკის ომის ირგვლივ რა სიტუაცია იმიტომ კავკასიაში თუ კი ირანის საკითხი ისე გადაწყდა როგორც ირანელ ხალხს სჭირდება და იმ სახელმწიფოს სჭირდება ეს კავკასიის რეგიონია ჩვენი სიახლოვე სამეზობლო ტერიტორია და გვინდა არ გვინდა ჩვენ შეგვეხება ხო თუ კი მათთვის დადებითად გადაწყდა იქ რაღაცეები ხო ეს ჩვენ თან სხვანაირად იმოქმედებს უკვე ამერიკის გავლენები აქეთ ტერიტორიაზე თითქმის შეწყდება არათუ შემცირდება და რა ხდება ეხლა რა მოცემულობა თქვენი აზრით როგორც სამხედრო პირი მინდა რომ ამაზეც ისაუბროთ ლა უყურე მე ჩემი სიტყვებია და კიდე გავიმეორებ ამ წელს დიდი ომი არ იქნება პაუზები პატარა დაბომბვები დიდი ომი არ ამ წელს ვერ მოესება მეთქი ფიზიკურად ხო ჩემი სიტყვებია ეგ ერთი მეორე ირანმა იქ ყველაზე მთავარი პუნქტი ჩაწერა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მანქანა უნდა გავიდეს სპარსეთის ყურიდან. всё. შესაბამისად ირანია კომისიას რომ ეს ბირთვული ურანის გამდიდრებით ეს უკვე ხრესაბაჩი ამაზე შეთანხმდნენ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპარსეთის ყურიდან გადის პრინციპში იქიდან უკვე გასულებით არიან ერთი ერაყში ყავთ რაღაცა ვერტალიოტის რაღაცა ხენეთაც არაფერი არ არის ეს ხა იცი რას ნიშნავს რომ რეგიონში მოთამაშეები იცვლებიან კაცო პუტინთან დარეკვის მერე ხდება ესეთი შეთანხმება
უყურე რა ხახო რა ბიჭო რა მარტივად არის თვალწინ არის ყველაფერი ვილაპარაკეთო ირანზეო უკრაინაზეო და მოკლედ და შევთანხმდით და შეთანხმდით მოკლედ ეხლა მაგ მეორე პრობლემა ამას თურქეთი შეეგუება ისრაელი იემენი ის გამწარებული ხალხი ეხლა თვითონ საუდის არაბეთში რომელიც შიიტები უფრო მეტია ვიდრე სუნიტები შენ როგორ ფიქრობ მაგათ ხელისუფლება ამერიკული ჯარით ეჭირათ კაცო ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ იქ რა პროცესები დაიწყება ამიტომ ეს მინდა რომ ხალხმა რატომ ყველაფერი არის ამ რეგიონთან კავშირში კაცო ის პროცესი რაღაცა ზანგეზურებიო მე ხო გეუბნებოდით რა სიგიჟეებში არიან ეს ხალხი რა ზანგეზური ეს მოდიალობს ეს ხალხი ბიჭო ვინ დაუშვებს ბიჭო თვითონ ეხლა დგას ეხლა ირანი და ელოდება როდის დაარჩობს ეხლა ამერიკელი ტრამპი თავის დროშებს რა სიგიჟეებშია ეს ხალხი კაცო ამიტომ აქაც იცვლება ყველაფერი შეიცვლება ეხლა მართლა გეუბნებით უბრალოდ არის ერთი მომენტი კაცო იმ მილიონერები იქნებიან თუ ხარი ბიჭო ერთი რამიდან გამოდით ის გუშინდელი რაც იყო დამთავრდა სხვა ეპოქა და სხვა ის რიცხება ამ ლოგიკას აყევით მეთქი კაცო წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ თქვენ კუდის ქიჩინს არ დაგიწყებს თეკლა შენ კი არა ბიჭო რა 90 მილიონიანი ირანი ბომბებს ერთი თვე კაცო ბიჭო ამიტომ უფრო ამ ბიზნესმენებსაც ვეუბნები ხო ხედავთ რომ იცვლება პროცესი იცვლება იქნება ეგ თქვენი რესურსი იმას ხوار გეუბნებით დაგეგეთ და ხალხს დაურიგეთ იქნება ქვეყნის არევისთვის არ გამოიყენოთ კაცო არ მოგცემთ მაგის საშუალებას გამორიცხულია კაცო იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ის ძალა რომელიც თქვენ გაგაჩერებთ კაცო მით უმეტეს ჩემი სამყარო იგებს კი არა აგებს კაცო იგებს აჩოქებს უკვე ქვეყნებს კაცო ჩვენი თანა აღმოაღვმინდა ძიმეს ჩვენი პატრონებს აჩოქებს უკვე კაცო თუ არ დააჩოქა ბიჭო თქვენ შეცვალეთ სიტუაცია რავი თქვენი კითხეთ თქვენი რესურსები დაიღუპება თქო ჩემე რა უნდა დამოვა ბიჭო ერთი სუბარო ყავს ისე დამიმტრიეთ მანქანა კაცო იკითხეთ თქვენ კაცო ხო არ გეუბნები ბიჭო პროსო ქვეყნის არევას ნუ დააფინანსებთ ამ რაღაცას სიგიჟებს ნუ აფინანსებთ გადით პოლიტიკიდან წადით მიხედეთ თქვენ ბიზნესებს კაცო არავინ თქვენის აღარ დაბრუნდება ის რომ გამორიცხულია ნუ ვირეშ მაკობთ ამ ხელისუფლებასაც ვეუბნები რომ გეუბნებით რომ თქვენზე არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის უსაფრთხოება ეკონომიკა არავისი არ არის აქ დამოკიდებული ისე მიიყვანეთ ეს ქვეყანა კაცო მიდით ეხლა გააკეთეთ რამე აბა მართლა რომ ეხლა რომ ესე ნაჯახის პოლიტიკით რომ გადაჭრას ამ რუსეთმა ამ 40 კომპანიის ისა მე რა შვებით კაცო მე რა შვებით ვაფშე მე რასაკეთებთ წახვალთ ეს სტრასბურგში იჩივლებთ თუ ჟენევის კონვენციებს დაარღვევს ბატონო ბადა თქვენ თუ ფაქტებს ვერ მოგიყვანს და ვერ გაიმართლებს თავს რომ ბლედ აი ეს კომპანიები ჩემს სახელმწიფოს ძირ გამომთხრობ საქმიანობას ატარებსო ვერ დაგიმტკიცებთ ამიტომ მოდი დავეშვათ მიწაზე ისედაც პატარა ერი ვართ პატარა სახელმწიფო ვართ მივხედოთ ამ ქვეყანას გაეშვით ამ რაღაცა 8000 კილომეტრი ტიკეთის ყურებას და თუ რამე შეგიძლიათ მიეხმარეთ ხალხს კაცო და ნახეთ კომენტარებში არის ისეთი დამოკიდებულება და მინდა მაინც გავაჟღერო თქვენ არაერთხელ გითქვამთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემს ლაივში არა მარტო მხოლოდ ხელისუფლებაზე ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილზეც გქონთ არაერთხელ ნათქვამი რომ თურმე არც მხოლოდ მაგის ხელში აღარ არის ეს ყველაფერი უკვე და აქ იწერენ კომენტარებში არაერთხელ დაიწერა რომ მხოლოდ იმ ერთ ადამიანს არ ვეხებით ხო რაღაცა მსგავსი დამოკიდებულებით და არ მინდა რომ თეკლამ უპასუხოს იმიტომ რომ მე მოსმენილი მაქვს ჩემს ეთერში არაერთხელ თქვენი პოზიცია მაგ თემაზე. მინდა თქვენ. გინდა არ გინდა? თეკლა გინდა არ გინდა? ფაქტი ერთია რომ ის დღეს ის არის.
შენ ყოფილიყავ შენზე ვიტყოდი. შენ გინდა არ გინდა უყურეთ ეხლა ბადრი გუმბა არის აფხაზეთის ესე ვთქვათ პრეზიდენტი, ხო? შენ აღიარებ არ აღიარებ მოგწონს არ გუწევს ბიჭო ის არის თუ რამე დალაგება გინდა იმას უნდა დალაგდე კაცო. ეხლა შენ ესე თქო მე არ ვაღიარებ ის არჩევა არ აღიარებ და იყავი ისე კაცო. რეალობას გაუწიეთ მეთქი ანგარიში ამას გეუბნებით ის მოგწონთ არ მოგწონთ იმას კი არ გეუბნებით კარგია და იმიტომ ამეთქი იმ კაცმა მიიყვანა ეს ქვეყანა აქამდე თუ მას მარტო გაინტერესებთ კაცო ორჯერ გადააგდო ჩინეთი და რუსეთი კაცო მაგრამ სხვა გამოსავალი მაშინ მითხარით გამოვიდა კობახიძემ თვითონ გითხარით მე არაფერ შუაში არ ვარ ის არისო კაცო მე ხوار მithქვია აბა სამი მე წავიდე მე ვერ წვიტავ მე მაგდენი რესურსი არა მაქვს კაცო რა არია გაუგებარი თუ აფხაზეთთან დალაგება კიდე ვისამან ჩახვიდე პოლის მწყობელთა ხوار ჩაყოლ აფხაზეთში კაცო ვინც ხალხის რჩეულია უნდა მიხვიდე დაელაპარაკო შეკვდე დაელაპარაკო მაგიდას აბა ვინ უნდა დაგიჯდეს კაცო ბადრი გუმბა უნდა დაგიჯდეს და იქ ვინ უნდა ჩავიდეს ბიჭი და ივანიშვილი უნდა ჩავიდე აბა მე ჩავიდე მე ჩავდივარ აგერ 25-ში კაცო შვილთან და არ თქვა რა არია გაულა სხვა რეალობა ხო არა კაცო სხვა და მე ხوار გავუეპარა რამე კაცო ამიტომ თეკლა შევეშვათ მეთქი ყოველ წუთს მძიმდება სიტუაცია ჩვენს რეგიონში მეგევნებით მძიმდება არა როგორ მძიმდება ცოტა ისე გამომივიდა ანუ ის რისთვისაც ჩვენ ვიყავით შეგუებული 34 წელი ჩვენ რა ქართველებზე არ მაქვს ლაპარაკი აი ხა თავზე რო გვაზიან რა იმათი სამყარო რო იშლება დაშლილია მათ ყოველ წუთს აი უახლოვდება და მოუწევთ თეკლა მაინც მოუწევთ просто დროს ჭიმავე და ამ დროს გაჭიმიდროს ოქროს წუთები იკარგება თქვენ გესვიდთო მადლიზა იმხელა ბაზარი გამონთავისუფლდება ბიჭო რა ვიცი 40 კი არა 140 უნდა შევიდეს კიდე იქით რა ის ბიჭო როგორ ამხელა შანსი გაქვს ბლა და შენ გახარდა თავს აბლოკინებტო პირიქით აი თუ ისე მთელი ევროპა დარბის იქნებ როგორმე დაალაგოს ეხა რუსეთთან ბაზარში შენ ბიჭო 40 კი არა რა ის 40 140 შედით ბიჭო 140 აი თუ ისე ბიჭო ბევრს გამოყრიან ეხლა იქიდან სომხები და რაღაც არ მინდა კიდე რაღაცები რა შეკაიდე მიშლო წადი აკეთე 3 მილიონი კაცი ვართ ბიჭო აქედან 1,700,000 ქართველი ჩვენი მაინდამაინც ასტრონომიული თანხა არ გჭირდება საშუალო ფენა აიწევს კაცო რას გიჟობთ აქა რას მაიმუნობთ პირიქით გამოიყენე რა საშენოთო ხო ფაქტია რომ 34 წელი ვერ გაიყიდა შენი ღვინო კაცო იქით რა ქვია ევროპაში არ უნდა ტექშენი ბორჯომი კაცო და ევროპას თავისი ღვინოც ყოფნის და რატო შეგიყვანს ბაზარზე თეკლა შენ ეხლა როგორ თქვა იქ ბიჭო გენეტიკურად ისინი არიან ბორდოზე და რაღაცებზე და ეხლა აი ხმა კინძმარაულია აბა წავედი მე ხა ბაზრიდან აი რას ნუ გიჟობთ კაცო ნუ დებილობთ მეთქი მაგის მამინდა კინო შედიხართ კონფლიქტში ის დრო მოდის რომ ამ ქვეყანამ შეიძლება უცბად აი ამ ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და გეოპოლიტიკური ტერიტორია გახდეს რა აფხაზეთი რა სამაჩაბლო ბიჭო იმას ესე რომ დაუძახმენ ესე რომ დაუბრახუნებენ მაგიდაზე ნუ კასად სუდა რო ეთყვია არ გაუშვათ გეუნებით ეს შანსი ხელიდან ის რაც ეხლა შეიძლება გამოივაჭრო იმ მაგიდასთან დაჯდომით ქვეყნისთვის მე უკვე იძულებული რომ გახდები და იძულების წესით დაგსვავენ იქ უკვე ვეღარაფერს ვეღარ გამოივაჭრებ და შენი გადასაწყვეტი ერთი სიტყვაც 10 თუ იმათ იქნება ერთ შენსას ვეღარ გაათვალისწინებენ და ეს არის უბედურება და ამაზე ვსაუბრობთ რეალურად გეკლა კიდევ ერთხელ გეუბნებით ხო ხედავ 1-5 დღე ელოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გულბათ რცხილაძის დაჭერით მეც მირეკავდნენ კაცო მეც მქონდა ჩართვები ტელევიზიებში რუსეთის კომენტარს არ ვაკეთებდი სულ ამობდი რომ გაერკვევა შეცდომი გაუგებრობას აქ ადგილი ბიჭო არ მინდოდა რატო იცი ფაქტი
მე და გულბარ ცხილაძე ახლა ხსნით ცხილებს მე და გულბარ ცხილაძე შევხვდით და შევთანხმდით რომ დავაარსოთ ანტირუსოფობიული და ბელარუსიული და ჩინური вообще ფობიური მონიტორინგის საბჭო და ჩავნიშნეთ ეს კონფერენცია ნახე ტიპი იჭერ მაგის გამო და ნახე რა დაიხიეს რუსეთმა ხელზე თქვენ ესე იგი ვინც всё ну გავიგეთ ჩემი სიტყვები ხო არა მარია ზახაროვას სიტყვებია ამიტომ თეკლა დროა აი ვისაც ყურია კარგად მომისმინოს კაცო ხვალ უფრო მძიმე იქნება სიტუაცია აი რუსთაველზე რო დარბიან იმათვისაც დამძიმდება სიტუაცია კაცო იმათაც აღარ ეცლებათ რუსთაველზე ბენის კაცო ამიტომ თეკლა შვილები არიან და ცუდი არც მათი გამიხარდება და დროა ყველამ ერთდროულად დავფიქრდეთ რაღაცეებზე და ცოტა გაანალიზება დავიწყოთ სიტუაციის და მოცემულობის სიტუაცია უნდა მოატრიალო კაცო ისე კი არ უნდა იდგეს საკითხი რომ დამბლოკო არა კაცო თურ თავი გაქვთ ის 40 გახადე 140 კომპანია კაცო სანამ დრო არის სანამ მატარებელი ვაგონი დგას რითუ დაიძრა მოგჭამა ჭირი კაცო მერე იმიტომ რომ ხო ჩემი თვითონ მაგათმა ხო იციან ევროპელებმა ყველამ რომ ოღონდ როგორმე შევიდნენ რუსულ ბაზარზე დაბრუნდნენ არ უშვებენ თეკლა არ უშვებენ შვილი ხო ეხლა ნოვოროსიისკი პორტი რაღაცა ეხლა ვაინის როლი ხო მეც ეხლა მეთქი 2 კაპიკი მიშოვმეთქი და მეთქი რამე არ გინდა თქვენ აქეთ მითხარით რა გინდათო ჩვენ აქეთ გამოგიგზავნითო ну იქ პორტი ყოველთვის ეგრე იყო მაგრამ თემა რატო გეუბნები არის საშუალება გამოსწორდეს სიტუაცია და ეს სიგიჟები დამთავრდეს მამუკა პიპიას და აბულაძეს და იქ რა ქვია გულბარცხილაძეს კი ნუ დაძდებთ კაცო თუ რამე საშუალება გამოიყენეთ კაცო ყველა რესურსი გამოიყენეთ რომ ბიჭო იქ და ნახეთ ეხა ერთი რაღაც მინდა კიდე აუღნიშნო ის რაც ჩანდა კიდევაც იმ ვიდეოში რომელიც ჩავწერეთ და რომელიც გავვრცელებულ მაქვს სოციალებში როდესაც ირანის საელჩოში ვიყავი ბრიფინგზე მე დავსვი ეკონომიკის საკითხზე შეკითხვა და იქ მოიაზრებოდა შუადერეფნის საკითხი და +3 3+3-ის თემაც და ელჩმა პირდაპირ დიპლომატიური პარტნიორი როგორც დიპლომატი შეეფერება ისეთი პასუხი გამისცა გაწონასწორებული და მითხრა რომ თქვენი მხარე უნდა იყოს სწორ მხარეს და აუცილებელია ანუ თუ არსებობს მეთქი საშუალება იმისა თუ განიხილება საერთოდ საქართველოს გარეშე ეს ყველაფერი და ხო არ აგვივლის გვერდს ეს ეკონომიკური გზა თქვენზეა დამოკიდებული თქვენი ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული ანუ მათი მხრიდან არ განიხილება მაგრამ სხვა გზა თუ არ დარჩება ეგლა ეგ არის დიპლომატი იმან გითხრა იმდენი რამდენიც დიპლომატი აძლევს საშუალებას სწორ გზაზე დადგომა რას ნიშნავს იცი 34 წელი რო იდექი ის არ ყოფილა სწორი გზაო ეხლა უნდა დადგეს სწორ გზაზეო იმიტომ რომ გუშინ კიევი გასწორდა მიწასთან ეს არ არის სწორი გზა ეს არ არის ქართული გზა კაცო მეტი გასაგებენაზე როგორ მაგრამ თუ გაგება უნდა თამხალს კიდე ერთხელ მომო რაც არ უნდა პრემიერმა განცხადებები აკეთოს ვინც არ უნდა რაღაცა არაფერი ფასი არ აქვს კაცო გამოვიდა დღეს ლავროვი და თქვა ჩვენ კიდევ ველოდებით და იმედს ვიტოვეთ რომ იმაში აი ხო შეხვდნენ პუტინი და ისა რა თუ რა ქვია მომავიწყდება იმის ის ოსტროვ ხო ნუ აი ეს რო შეხვდნენ რა ეს პუტინი და ტრამპი ვანკონჯერში თუ რაღაცა შას ხო უყურე იმან რო თქვა ჩვენ უყურე მაინც ვიტოვებთ იმედსო რომ როგორ ყველაფერი აი ხელის გულზე დეს რა და მაგ დროს მაგ შეხვედრის შემდეგ მე ვთქვი რომ ალასკაზე რო შეხვდნენ კი ბატონო ნახოთ კომენტარში დაგვიწერეს იქ ვთქვი რომ ლავროვმა ერთი სიტყვაც არ თქვა მაგრამ მისი ქმედება და მაისური იყო დიპლომატიური კომენტარი თავიდან ბოლომდე რა მოხდებოდა კავკასიაში
უყურე თეკლა. Აი ეს არის 3 საათის წინ გაკეთებული მინსკში განცხადება. Россия до сих пор рассчитывает на реализацию договоренностей, достигнуть их на саммите в Анкоридже в августе 25 года, заявил Сергей Лавров в пресс-конференции в Минске. Ეხლა გეკითხები, რომელს უფრო დიდი წონა აქვს? ხელისუფლებას ერთად აღებულს თუ აი ამ წინადადებას? ბიჭო, რისი თქმა მინდა იცი ხალხო? პატარა ქვეყანა ხარ. ამ ხელა პოტენციალით. ამ ხელა უსაფრთხოების გარანტიით, ბიჭო, რამდენი ქვეყანა ინატრებდა ამას და ნატრულობს. ამ ხელა ეკონომიკური ბაზარით. Ratrак სათამაშებთ თქვენ შობელ ძაღლებო ბოლო კაცო. რა ვერ დაწყნარდით? რა ვერ მოილიბერაციეთ ბოლო კაცო. რა ვერ დაიხალეთ ამ ლიბერაციეთ კაცო. ბავშვი ბავშვარაგავს ესე იგი რასაც მე უყურებ ვარდება ბავშვი და სიმღერას აგძელებენ ვითომც არაფერი. არა მე ზოგადად ვახარ მე კი არ გადავდივარ იქნებ მოვიდე არა ბატონო ზოგჯერ უნდა გადავიდეთ კიდევაც მაგ თემაზე საზოგადოების დაცემა იყო მართლა ერთი ადამიანის ასაკოვანი უფროსი კაცის ვიდეო მოვისმინე და ზუსტად ერთი თქვა ამ კაცმა აქ საზოგადოება წაიქცა ის ბავშვი არ წაქცეულო ეკლა ერთმანეთის ნათესავება რო გავერკვიოთ იმდენად პატარა ერი ვარ რომ აუცილებლად ერთმანეთის ნათესავები ვიქნებით სადღაც შორეულში ამ პატარა ხალხში ბიჭო ამ ხელა პოტენციალი გაქვს ბიჭო ღმერთმა ესეთი რაღაცა დაგანათლათ კაცო კაი ადრე ხო გიშმე და ხოდით კაი აღარ ცხის მეთქი იგინეთ აქაც კაცო აქ შეგილია იგინო შეიძლება მაგისთვის ფულიც აქვს გაღებული კაცო არ ცხის აღარ ამცხის კაცო შენთან და ხორჩები მარტო ხო ის დრო მოვიდა უკვე შენს ოჯახს პირადად ეხება კაცო უკვე ღმერთმა არაქნას ბიჭო რომ ეს ეხლა ამათმა ეს კომპანიები არ დაალაგონ თეკლა ბიჭო რავი ძალიან გაგვიჭირდება ძალიან გაგვიჭირდება თეკლა პირობას გაძლევთ არა აი ერთ ადგილზე შეასხის შენი კაციტელი ევროპელებს რა ამიტომ ბიჭო დავწყნარდეთ დამშვიდეთ ამ ხელისუფლებას ვეუბნები კაცო რო გიყვიროდით წლებია შეწყვიტეთ ეს რუსოფობია შეაჩერეთ არგინათ ეს ჩინუროფობიები ეს რაღაცა ბელარუსის პრეზიდენტის დიქტატურის ყვირა და რაღაცა სიგიჟეები დაბრუნდით ქართულ ცივილიზაციაში დაბრუნდით ამ ქვეყანაში კაცო ნუ გიჟობთ არავინ თქვენი აქ ბიოლოგიური მტერი არ არის კაცო არავის მაგ ბიზნესმენების ჯინი არ ჭირს იქ თეკლა მე იმათიც მესვი იმათი რომ მესვის იმის თანა უნდა კაცო და შენ რასიზამდი მაგათ ადგილზე არ გადაწოვდი იმ კომპანიას შენ ქვეყანაში მილიონებს აკეთებ და შენი ქვეყნის ძირ გამოთქველ საქმიანობას აფინანსებდეს ამიტომ კიდე კარგად რომ შუბუქად გვეპყრობიან არის საშუალება, არის ლუფტა დატოვილი, ბიზნესმენებს ვეუბნები. ჩაეხსენით პოლიტიკას. ჩაეხსენით ანტისახელმწიფოებრივ და რუსოფობიურ დაფინანსებულ აქციებს. ან თუ მაინდამაინც ვერ ეშვებით, წაეცხრიეთ თქვენს ევროპაში მაშინ. და იქ აკეთეთ ევრო ხო უფრო კაიფულია ვიდრე რუბლი. ხო და წადით, კაცო, წადით. მე ჩემ მხრიდან პირობას გაძლევთ. არ გავჩერდები მეთქი კაცო. არ გავჩერდები. ან დამაკავეთ. რა პრობლემაა? სადაც ჩავალ, ეხლა მე 25 მივდივარ. სადაც ჩავალ ყველგან მითხრა, აი ეს კომპანიებია, ბიჭო, აი დროშას რო დააშარდეს, აი მოსკოვიდან დაფინანსა, კაცო, აი დაჟე მიუვარდები იმ კომპანიას მოსკოვში, კაცო. აი სამხედროებთან ერთად მიუვარდები რა. არ გავჩერდები ისეთი აწყვეტილი მაქვს უკვე. გამორიცხული თემა. ან ეგენი გაეშვებიან ამ ქვეყნის გაუბედურების დაფინანსებას და მიიღონ თავის ბიზნესებს. რა ვიცი. ღმერთი რჯული ვაფშე არ მაინტერესებს, კაცო. რა არის გაუგებარი? დაუწყეს ახლა ფიფია ბიზნესმენებს და მე მიკითხავს ფიფია. ნეტა ბიბიას დონეზე წდებოდის, მე ვიცი რასაც გავაკეთებდი, კაცო.
ნეტა ღმერთი შაქარი და თაფლი მაგის თქმელს ნეტა მაგის ცნებობდეს მაგრამ შეიძლება ხიდი გააკეთოს რა ხიდი გააკეთოს რომ რაღაცა დარეგულების არა მაგ ყველაფერს უფლების თქმა კაცო რატო არ იყენებთ მაგრეს სურს თუ თქვენი ფული უნდა მაგას რამე რავი საკმარისზე მეტია კაცო მაგ ბიჭს საკმარისზე მეტია და თქვენ ეძონეთ მაგის ბიზნესის 40%-ის წილი ვისია ეგაზე თავიდან ამოგივი ახსენით კარტი ეხლა რაღაცები თქვით კით არა თეკლა კაია ყველაფერი პროს ერთი რამეს ვთხოვ ამ ხალხს მოვიდა ის დრო კიდე დრო გავა კიდე შეჯდებიან მირზე თეკლა ბიჭო ატომური ქვეყანაა კაცო ის ბიჭო სხვანაირად ფიქრობს, სხვა ფსიქოლოგია, იქაც სხვა თაობაა წამოსული. არჩევნების მერე კიდე გეუბნები განწყობები კითხეთ მახსოვს იქედან ჩამოსულზე ძველად იყო ხოლმე რომ ქართველი ხალხი უყვარდათ თუ პოლიტიკა არ მოწონდათ ქართული ხალხი უყვარდათ და კითხეთ განწყობებზე და ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე მახსოვს თქვენი მწარე პასუხი ეხლაც ეგრეა უგოთ ერთი რამე. ეხლა მე სომხებიც მიყვარს აზერბაიჯანი, მაგრამ მე რეალობას გეუბნებით. მაგათ ფონზე ბიჭო ყველას რაღაც არ მინდა რაღაც უტაქტოდ გავმოვიდეს, მაგრამ ქართულში ხედავენ ინტელექტუალს. ხდები აი მოსკოვში შენ ვერ ნახავ ქართულს მიმტანს. ტაქსის შოფერს. ბიჭო არავის არ ვაკრინებ კაცო. მართლა გეუბნებით ახლა ვინც ახლა დამეთახობა ვინც იქ ცხოვრობ არიან შოუ ბიზნესებში მედიცინაში კლინიკების წამყვანი ისინი რა ქვია სპეციალისტები თუ არა და რუსეთის პრეზიდენტთან ხო ნახეთ ჯერ ერთი ლეო ბოკელია რა დღეს მეცნიერებაში და არ ჩანან ხდები აი ქუჩაში მაგ ქართულს ვერ ნახავ რა აი მობოდიალობს რა არა ეგეც ვერ ნახავ ქართულს ნახავ საღამოთი სადმე კაფეში ზის და ან თუ კაი სასტავში ხარ გაძრობილი და იქ ნახავ ეგრევე შეატყობ რა ჩაცმულობაზე უფრო ეხლა რუსებს ყოველთვის ჯობდით ჩაცმაში გეუბნებაში და ეგრევე შეამჩნევ რა და ნაჩილავე ამიტომ ცოტა სხვანაირად გვიყურებენ თეკლა მაგრამ ერთი რამეც არის ბიჭო იქაც იცვლება სიტუაცია ხდები იქ თაობა ისე იცვლება სხვანაირი თაობა მოძე როგორ აღიხსნა დოკუმენტი აღარ ვიცი რა მე ერთი რაც მაქვს ერთი თეკლა იმიტომ რომ ეხლა იქ იმან თხოვა რა რენტივიმ რომ პოდკასტი დაიწყებაო და უნდა ჩავერთო იმასაც ეხლა იქაც ატყდა ერთი ამბავი რა ხაც მინდა ერთი თემაც რა ძალიან თხოვთ გავრცელდა კადრები კიო-პეჩორის ლავრის თემასთან დაკავშირებით და ამაზე მინდა გაკეთოთ კომენტარი რა იმიტომ რუსული მხარიდან საწინააღმდეგო გავრცელდა თუ უნდათო გვაქვსო მაგის მასადავანტკიცებელი მასალები და გაუგზავნით ჩვენს ამერიკასო და ამაზე მინდა კომენტარი გააკეთოთ გერმანელებმა დადეს გერმანელებმა დადეს ეგ მასალა რომ ესე იგი უხსნი ეხლა ხალხს რა პატრიოტი რო არის ეს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა უყურე მან როგორ არის იყო ვადა გასული ის რომ ჰაერში ფრინდება ხო აი არ გინახიათ ხოლმე რომ გვერდებიდან აი ესე რო ასხავს ის ნაწილი უნდა მოძულეს ხდები და ეს და მე ხშლის იმას რა აი რო დასდებს ფრთების მაგვარი ესეთი გამოდის იყო ვადა გასული თვითონ გერმანელების ინფორმაციას გაძლევთ რა და ახლა ამერიკელებს უჩმახებენ მაგაზე რა რომ 60 და რაღაცა წლის პატრიოტი ყოფილა და მოკლედ თვითონ ეს რაკეტა რო დაეცა კი არ აფეთქდა თვითონ რაკეტა იქ რო დაეცა პატრიოტი რომელსაც თვითონ რუსული რაკეტა უნდა ჩამოეგდო იმან დაკარგა მართვისისა ის არ მოძრა რა ის უკანა ის არ მოძრა რომელიც ის იმას რო აძლევს ქართულად არ ვიცი როგორ ქვია მდედა აფეთქებულს რა და ის შავიდა და რო დაეცა იქ დარჩენილმა ასაფეთქებელი უკვე კი არ აფეთქდა იქ მოხდა უკვე მე ის რა წვა იქ ჩამოვარდა ესე მე გადარჩებოდა კაცო თუმცა დიდი ზარალი მაინდამაინც არ გამოიწვია დიდი რაღაცა ისეთი არაფერი არ არის კაცო აღდგენას ადვილად ემორჩილება რა მოკლედ ეგრეა ჩემოთეკლა და კიდე ხო ხედავ დღეს მე მოდი ხალხსაც უთხრა გამოვიდა საფრანგეთიც ჯერ საფრანგეთს რომ ვაიმე ხო უკვე ჩვენაო უკვე არ უნდა დავემორჩილოთო ამერიკელებს თეკლა მოკლედ
აღარ გვინდა ეს დეგიმეს ლაპარაკეთ, ვიცი რომ სტომარიც გელოდება. ერთი რამე თეკლა მოდი რეზუმე გავაკეთოთ რა. ხელისუფლებას და ბიზნესმენების გასაგონად ვამბობ. ერთი ადგილი მიაყენეთ. სიმართლეს რო ვერაფერი ვერ უქენით, სიმართლის თქმელს ნუ ეჭუბებით, არაფერი მაგით არ შეიცვლება თქვენთან. პროცესი მაინც გაგრძელდება, თუ კი ერთ ადგილს არ აწევთ, არ ჩახვალთ იქ, არა, ჯერ გაერკვიეთ, აპრილი წეს, იქ კარგად დაგიტოვეს რა, ლუფტა, გაერკვიეთ სადა ხართ. ისევ იქ ხართ. მაშინ თქვენი ადგილი რუსეთში აღარაა. პირობას გაძლევთ. ყველგან მოკლედ აღარაა თქვენი ადგილი მაშინ რუსეთში. თუ თქვენ მარტო თქვენ ბიზნეს მიხედავთ და მეტი არაფერს და ჩამოშორდებით პოლიტიკას, თქვენი თმის ღერის ჩამომგდები იქ არავინ არ არის. ამ ხელისუფლებასაც ვეუბნები, თქვენი კარდა ბალეტი დამთავრდა. აი ესე უდობნი სიტუაციაში რო იდექით რა და მე რა შუაში ვარ ბიზნესი დამოუკიდებელი და ის რა ფინანსები ხო აი ხლა განახებენ მაშინ რა შუაშია რა ისევ თქვენ და ბიუჯეტს დააწובה ეგა რა ამიტომ თქვენს პატონო პატივცემულო ხელისუფლებაო მე არაფერ შუაში ვარ ბიძინა დამნაშავე ეგ აღარ წავა რასაც გეუნებიან ის მე ხო გეუნებით რასაც გეუნებიან და დროზე მოკიდეთ ხელი გააკეთეთ და ამ ქვეყანას საშველი არაფერი არ ჭირს და ამ ქვეყანას არც ესეთი დიდი პრობლემა არ არის ხალხს რო უხატავთ რა ტერიტორიები და რაღაცა ყველაფერი მოგვარებადია ოღონდ თქვენ ერთი რამეა გასაკეთებელი დაბრუნდეთ ქართულ ქართველებთან დაბრუნდით ქართველებთან ის კი არა იქ დებატებში რო გიზის ერთი სამყაროს წევრები სოდომიტები სულ ყველა იქ ბეკანათლუშმა მე მინდა რუსეთმა წააგოსო ეგრევე აიტაცეს რუსებმა ეგა და დინარაძე მეგრე თავი რო დაუკრა ხო ნუ ახლა ესე რო გააკეთა რა შენ გონია იქ რუსეთში მაგი არ დაინახეს აი ამის მერე გეკითხებით რა ხალხია ესენი კაცო მამუკა პიპიასა გაანებეთ თავი კაცო ხო ახლა დაესიზრა მამუკა პიპიამ და დაურეკა ახლა იმას რა ქვია ფედერალურ არხს რა და მაინც გამოსვლამი და უსაქმურა თავა არ და ხო იცი ახლა უნდა გავერთობი მაინცო და აი რავი ავაფორიაკებ თბილისში რაღაცას ავაფორიაკებო კაცო და მაგას ხო საქმე არა აქვს აი თქვენს პატრონს თქვენსაც უბედურს მართლა თქვენს პატრონს მოკლედ დაწყნარდით სანამდროვანი ჩაბძანდით დაალაგეთ ჯერ გაერკვეთ სადა ხართ ან ქართველებში ხართ ან სოდომიტებში სხვანაირად არ გამოვა ეს კარდა ბალეტი დამთავრდა თქვენთვის ამ 40 მე ხა პირდაპირ გეუბნით ამ 40 კომპანიას კიდე 12 კომპანია დაემატება მოდი აბა იქნებ მეც მოვიგონე ახლა ეს აბა მოდი დაველოდოთ ხალხო მოდი მოდი არჩენი ოფიციალურ განცხადებებს დაველოდოთ არ გინდათ აბა ნახოთ იქნებ იტყובה ფიფია და აბულაძე რავი იქნებ გიჟები არიან კაცო და აი გაგიჟდნენ კაცო რა გინდა შედა მე რა სიტყვიან კაცო თეკლა თვითონაც კარგად იციან ხელისუფლებას აფრთხილებდნენ იცი შენ თუ არა თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ რომ ამას შევწყვიტავთ ჩვენ კაცო თუ თქვენ ვერ მოუვლითო აი ხა მაინც ავთქვი რა აი მაინც ავთქვი ფეხებზე დაიკიდეს გაიგეშე გაუტარეს რა აი ხა ნახავენ როგორც ასაქმე Вот так, хозяйка. Бабанопата, ისიც საინტერესო საუბრისთვის, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.